რიგის სამიტის გამომთავრება გააკრიტიკა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმაც, რომელსაც ლატვიიდან გამომგზავრებამდე პრემიერი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. სასაცილო და გაუგებარი განცხადებები ასე შეაფასა მთავრობის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილის კომენტარი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს მთავრობის მუშაობას და მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მოთხოვნას ეხებოდა. პრემიერის თქმით, სააკაშვილი წარსულია და მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. ძალიან მეწოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული, მეგობრებო. დაივიწყეთ სააკაშვილი და ნუ ვარ ფიქრობთ მასზე. და ნუ ვარ საუბრობთ. ნუ ვარ მეკითხებით მასზე. არ მაქვს სურვილი რომ ვისაუბრო სააკაშვილის რაღაც გაუგებარ სასაცილო განცხადებებზე. როგორ წარმოგიდგენიათ რომ მე ჩვენს ძვირფას დროს გამოვიყენებ თუნდაც მერკელთან როგორ შეიძლება რომ ლატვიის პრეზიდენტთან პრემიერთან ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი? ის არის წარსული უბრალოდ. და მით უმეტეს რატომ უნდა შემეწუხებინა თუ გადმოცემაზეა საუბარი და წაყვანაზე. მე მაქვს ერთი ადგილი შემიძლია გავიყოლო. ლატვიას ვარ შევაწუხებდი მაგის გამო. ეს ისე ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა მე არ მსურს რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის ასეთ არასერიოზულ განცხადებებზე.